დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. Როგორც იცით, ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს შეუჩერდებათ უფლებამოსილება 2021 წელს გამოცხადებული ნდობა 4 წლიანი პერიოდი ხვალ იწურება, შესაბამისად მთავრობის თითოეულ წევრს უჩერდება უფლებამოსილება, ვიდრე არ შეიკრიბება ახალი საკრებულო და არ მოხდება ისევ მთავრობის დამტკიცება. ეს მოხდება პარასკევს, ჩვენ მოგვიწევს ყველას მისვლა თბილისის საკრებულოში, კიდევ ერთხელ წარუდგენთ საზოგადოებას ჩვენს ხედვას, კონკრეტულ პროექტებს, გეგმას თბილისთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. მე მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო თბილისის მოსახლეობას, თითოეულ ამომრჩეველს, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს თანადგომისთვის, გამოცხადებული ნდობისთვის, მზად ვართ ვემსახუროთ თავდაუზოგავად ჩვენს თბილისელებს, გავაკეთოთ ქალაქისთვის და განვახორციელოთ მნიშვნელოვანი საქმეები, მნიშვნელოვანი პროექტები. ალბათ ოპონენტებსაც კი გაუჭირდებათ არ დამეთანხმონ იმაში, რომ ბოლო წლების განმავლობაში უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ დედაქალაქში, რამაც ჩვენი თბილისი აქცია ბევრად მწვანე, ბევრად კომფორტულ, მოწესრიგებულ და განვითარებულ ქალაქად. ამაში რასაკვირველია დიდია თბილისის მთავრობის თითოეული წევრის, ჩვენი თითოეული თანამშრომლის როლი და კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს, თქვენ, ჩემო მეგობრებო, ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ გაწეული შრომისთვის. თუმცა ყველავთან ხვდებით იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, უამრავი გამოწვევა რჩება დედაქალაქში. და მომდევნო 4 წელი იქნება განსაკუთრებული და უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, შრომა იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ, კიდევ უფრო კომფორტული, კიდევ უფრო მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ასე შემდეგ. ჩვენ რა თქმა უნდა, ეტაპობრივად საზოგადოებას მივაწვით ინფორმაციას ყველა იმ სამუშაოებთან დაკავშირებით, პროექტებთან დაკავშირებით, რომლის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი მომდევნო 4 წლის განმავლობაში. საკმაოდ მასშტაბური პროექტებია, საკმაოდ ამბიციური გეგმებია და რა თქმა უნდა, ყველაფერზე გექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია. რაც შეეხება მუნიციპალურ საკითხებს, თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ავარიული სახლების ჩანაცვლება. აღნიშნული პროგრამა, რომელიც რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს და მუშაობს, მინდა ამასთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია, ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ აღნიშნულ მიმართულებას, რადგან ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა დღეს თბილისში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლები. რა თქმა უნდა, ყოველთვის გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს გამგეობებს, გამგეობის თანამშრომლებს, იმ ოჯახებთან, იმ ადამიანებთან, ვინც ასეთ საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობთ და უკეთებთ კონკრეტულ შეთავაზებას, რომ მათი ჩართულობით, თანამშრომლობით მოვახდინოთ ასეთი საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი და მათ უკვე გადავცეთ ახალ საცხოვრებელ კორპუსებში გარემონტებული, ყველანაირად მოწესრიგებული ბინები. არასდროს კომუნიკაცია არ გაგვიწყვეტავს ამ ადამიანებთან. ოპოზიციას მხოლოდ არჩევნებზე ახსენდება ასეთი შენობა-ნაგებობები და იქ მცხოვრები ოჯახები და ყოველთვის მიმართავენ სპეკულაციებს, სიცრუეს, რომ თითქოს ჩვენ არ გვაინტერესებს აღნიშნული თემა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. პირიქით ყველაფერს აკეთებს მუნიციპალიტეტი, რომ რაც შეიძლება მეტი ასეთი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდეს და მის მაგივრად ახალი საცხოვრებელი კორპუსები ავაშენოთ. დღეს მოგაწვით ინფორმაციას ორ პროექტთან დაკავშირებით. სამგორის რაიონის სხვათა შორის ძალიან აქტიურია აღნიშნულ მიმართულებით
პირველი ეს არის სამგორის რაიონში ვარკეთილის მესამე მასივის მეათე კვარტალში მდებარე მე-9 კორპუსი, რომლის ჩანაცვლებას ვახორციელებთ. აღნიშნულ მისამართზე იყო 4 სართულიანი ავარიული შენობა-ნაგებობა, რომლის დემონტაჟი განხორციელდა. სადემონტაჟო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ტერიტორიიდან სამშენებლო ნარჩენების გატანა. პროექტის ფარგლებში, ესე იგი ამ 4 სართულიანი ავარიული შენობის ნაცვლად აშენდება 10 სართულიანი შენობა-ნაგებობა და 54 ოჯახს გადაეცემა ახალ საცხოვრებელ კორპუსში ყველანაირად გარემონტებული, მოწესრიგებული საცხოვრებელი ბინები. ერთადერთი მათ დარჩებათ ავეჯის შეტანა და ჩვეულებრივად დაიწყებენ და გააგრძელებენ ცხოვრებას. რაც ძალიან კარგია, მივესალმებით ამ ტიპის პროექტების განხორციელებას და მეორე პროექტი, ეს არის ისევ სამგორის რაიონი, ვარკეთილში, კერძოდ შუამთის ქუჩა ნომერ 40A-ში, აქაც ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. 11 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი იქნება და აღნიშნულ კორპუსში ფართები გადაეცემა ელდარის ქუჩა ნომერ 12-ში ყოფილი 109 სკოლის შენობაში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს. იქნებიან დაკმაყოფილებული. ამ ეტაპზე ტერიტორია შემოსაზღვრულია, დაწყებულია წინა მოსამზადებელი სამუშაოები, უშუალო მშენებლობის პროცესი დაიწყება ძალიან მალე, რაც ძალიან კარგია. პროექტის ფარგლებში აშენდება დაახლოებით 7630 კვადრატული მეტრი ფართის შენობა, სადაც განთავსდება 2 კომერციული ფართი, 22 ავტოსადგომი და 129 ბინა. 55 ოჯახი, როგორც გითხარით, მიიღებს საცხოვრებელ ფართებს, გარემონტებული იქნება ყველანაირად მოწესრიგებული, რაც ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია. ასე რომ მეგობრებო, აქტიურად გამოიყენეთ აღნიშნული შესაძლებლობა ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ის ავარიული სახლები, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, გამოგიყვანოთ დროებით, იჯარის თანხას მუნიციპალიტეტი გადაიხდეს, თქვენ არაფერი არ გექნებათ დასამატებელი, მოხდება იმ ავარიული სახლის დემონტაჟი და ავაშენებთ ახალ საცხოვრებელ ფართს, რომელშიც უკვე გარემონტებული ბინები გადმოგეცემათ. ასე რომ აქტიურად და აუცილებლად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. 1 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით გვაქვს გარკვეული ცვლილებები. ნომერ 306 მარშრუტზე ახალი 18 მეტრიანი ავტობუსები გავლენ. 306 მარშრუტი, რომელიც აქამდე მხოლოდ ბელიაშვილის ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთს მოიცავდა, დაგრძელდება და დაფარვის არეალი კიდევ უფრო გაიზრდება. აქამდე აღნიშნულ მარშრუტზე 8 ერთეული 12 მეტრიანი ავტობუსი მოძრაობდა. ხოლო განახლებულ მარშრუტზე მგზავრებს 20 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება, რაც, რა თქმა უნდა, გაზრდის ტევადობას და ბევრად მეტ მგზავრს მოემსახურება და ბევრად მეტი მგზავრის გადაყვანა შეიძლება ერთი ადგილიდან მეორე მიმართულებით. ასევე შემცირდება მოლოდინის დროც, რაც ძალიან კარგია და მისასალმებელია. ახალი სქემის მიხედვით მარშრუტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირამდე გაგრძელდება. შემდეგ კი ავტობუსი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და ემირ ბურჯანაძის ქუჩას დაუკავშირდება. მეორე მხრივ მარშრუტი აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან დიღმამდე დაგრძელდება. შესაბამისად, ნომერ 306 ავტობუსი იმოძრავებს ფარნავაზ მეფის გამზირისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩის გავლით. აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირისა და ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომელთაც წლების განმავლობაში ავლაბრის მიმართულებით გადაადგილების პრობლემა ჰქონდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბელიაშვილის ქუჩისა და რობაქიძის გამზირის კვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძი მოაწყო ჩვენმა შესაბამისმა სამსახურმა და 1 ნოემბრიდან ნომერ 306 მარშრუტის ავტობუსები ამ კვანძეს შუქნიშნის რეგულირების საშუალებით მარცხნივ მოხვევით მეტროსადგურ დიდუბის მიმართულებით გადაადგილდებიან და ისარგებლებენ ამით, რაც ძალიან კარგია და მისასალმებელია. ეს იყო მეგობრებო, რის თქმაც მინდოდა, ახლა შეგვიძლია გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე და გადაწყვეტილებების მიღებას. მადლობა.